მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. დღეს მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ უნდა დავაყენოთ სხვადასხვა ენები კომპიუტერზე. მთავარი პრობლემა ჩნდება ხოლმე როდესაც ახალ კომპიუტერს შევიძენთ, რომ დავაყენოთ სხვადასხვა ენები. თუ ჩვენ აქ არ გვიჩვენებს ესეთ დღილაკს, მაშინ ჩვენ შევდივართ Windows-ში. შემდეგ ვაწვევით Settings. აქ ჩვენ გვაქვს ჩამონათვალი და ჩამონათვალიდან ჩვენ უნდა ამოვირჩიოთ Time and Language. თუ ჩვენ გვსურს რომ დავაყენოთ სხვა ენა კომპიუტერზე, მაშინ ჩვენ უნდა გადავიდეთ აი ამ ღილაკს უნდა დავაჭიროთ. შემდეგ უნდა დავაჭიროთ აი ამ პლუს Add Preferred Language. აქ ჩვენ გვაქვს ბევრი ენა მოცემული, ჩვენ ასევე შეგვიძლია ჩავწეროთ და ამოვირჩიოთ. დავაჭიროთ Next. ხოლო შემდეგ Install. როგორც ხედავთ, ეს ენა ჩაიტვირთა. ზოგადად ცოტა დიდხანს სჭირდება ჩავტვირთვა, ზოგს კი უფრო ცოტა ხანს. როდესაც დაველოდებით, ჩვენ აქ გამოგვიჩნდება ეს ენა და ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ეს ენა და ვწეროთ ამ ენით. ასევე რა ვქნათ თუ გვინდა რომ წავშალოთ ეს ენა. თუ გვინდა რომ ეს ენა წავშალოთ, მაშინ უნდა ამოვირჩიოთ სასურველი ენა. შემდეგ კი დავაჭიროთ Remove. ის ავტომატურად წაიშლება. კარგით, დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ მიყურებდით. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაელაიქოთ ვიდეო. ნახვამდის.